Topashiri Shaunabadashi, Neiterabada, Svetaniteraba, Velapeda. Champitas Adelvana, Ramoktabari, Tachaitas, Movit Hotels, Castetevi, Piledi, and now I am Secretary, Eltra to Aserti, Els Parliament Mada, Aichia, Kenju Parada, Dobita, Moscow, America, Zelen, Setia, and Dobita, Suli Periunda. I know that it's about Australia, Erotic marriage. I think one of the visually is called. My interest is first that HS, SS Husky, the Sabbath for the Bashido, that was the you don't understand the video. It's mechanism, the gold, the Shamusha, Parliament is Sabdomar, Egit Heba, Everash, Samima, Tato, to David Sismi Marteo, Sheldon, the Promise of Fedo. It's factors, Chipsanas for them. To a healthy answer could have Bullard, Dobby Husky, the Technology is a worker, ever is a Aracheba in its method to Rambo Daho areas or a health. Which Yamati, Laparakidan, Verapedatnos, Vergamovitant, into Merabishuli examples, book area Fasambo, Hanambo Benrom. Modioda, the Olapestre, Hanla Parakerisima Zero, Mamomis Period, Argamochen, Lauda, Arguna House. A Garpion, Triton, in the Madam, a centuries, Mindament Scientist Warriors, may Missy Dascona in Michigan Habits, Mary, Rosa Triton, Oda to Robor Mokredda, Robor Telshi. იქ მე ვერაფერს ვერ ვხედავ, რაც არ შედის ელჩის მოვალეობაში. მცდელობა ბოლო წუთამდე რომ თუ რაღაცა შეხვედრა შეიძლება შედგეს, ვინც არ უნდა იყოს, ბევრი თქვა იმაზე რომ კგბ-ს პირის ჩამოყვანა უნდა, აბა ვინ უნდა ჩამოეყვანა, მე არ ვიცი. ხელისუფლება არის კგბ-ს ხელისუფლება, ყველამ ვიცით, ყველამ ვიძახით თუ მუდამ და არც არავინ მალავს. ასე რომ იქ მიზანი იყო სწორედ ჩამოყვანა ადამიანის, რომელიც რაც შეიძლება დაახლოებული და სამდოპირი მეორე ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ შევდგეს რაღაცა მოლაპარაკება, ასე რომ აქ უცნაური არაფერი არ არის. უცნაური არის ჩემთვის, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, როგორც ჩანს, ის ფაქტი, რომ ეხლა საყვედურს ეუბნებიან, რომ თქვენ არ წერდითო მოხსენებსო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. მე ვიცი, რომ ჩემ დროს როცა მოვითხოვე, ამაზე ატყდა მთელი ამბავი, რომ თავარი ამაში იყო გადაშვილი, ბატონი გოკას მამა, რომელიც თვლიდა, რომ ეს იყო რაღაცა შეურაცხყოფა ელჩებისას, რომ დაუბრუნდნენ თავიან რეაქციებს და იმებს, როცა მინდოდა მე რაღაცა ევროპული წესები შემომეტანა, რომ უფრო ინსტიტუციონალიზაცია მოხდენილიყო სწორედ ამ ურთიერთობების, იქ არ მოეწონათ, იმიტომ რომ ეს არ ღვევდა იმ რაღაცა პრივილეგიებს, იმ რაღაცა ჩატებულ ფაქტებს. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი, ერთ-ერთი მასი აჯანყებები. ვერ ბრავდება, ხო, ეს ჩემზე ბრავდება. რო რა მინისტრი არისო და რა გონია მისი თავი ვიყურებ რა, გუშინ არის თქვა ახლა რომ ყველაზე მეტი მოხდენებითი გადაცემები და განმარტებები მე მაქვს ნებისმიერი ელჩს და რაოდენობრივად შეადარონ ჩემს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტებს. ეს საინტერესო მინიშნება იყო. გამოიტანოს დათვალოს ამ საგარეო საქმეთა მინისტრმა და გამოაქვეყნოს. რამდენი იყო დაუშვათ ბელორუსიდან გამოგზავნილი ან ამერიკიდან და რამდენი ეროსდა და გაფარდება. და ამიტომ მე რო გავაგრძელოთ, ყველაზე საინტერესო ხა ეს ნაწილი ჩემთვის გასაგებია და აქ ვარ ხედავ ვერაფერს ვერ კრიმინალს და საერთოდ საკმაოდ ხა მე არ ვიცი თვითონ დანიშნეს და მე თვითონ ამბობენ რომ არაკომპეტენტური არის და მაშინ თავიანთ თავს კითხონ რა პირობებში ინიშნება ელჩი, როცა მერაბიშვილი არის ის პირველი ადამიანი, რომელიც მას ეუბნება რომ თქვენ დაგნიშნავენ. მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში არის ის ფაქტები, რომელიც მოყვანილი არის და მე მაინტერესებს ახლა წავიკითხო, მოსმენილი ერთი არის და მე უნდა წაიკითხო და გაყვე მოვლენებს. მთავარი არის ის, რაც ინუსტრებს იმ აგვისტოს მოვლენებს და ის ფაქტები, რაც მოყვანილი არის, როდის ვინ რა უთხრა და როგორ იქნებოდა ის შტაბი-წილება, რომელიც ყველას შეგვექმნა ფათაშორის და ახლა არავინ არ თქვა, რომ არ ქონდა ერთად და არ ვიცოდით, რომ ომი მზადდება. ეს იყო ყველა ჩვენთვის
ცნობილი ფაქტი და მე ისიც ვიცი რომ თქვენს ალბათ კარგად გახსოვს რომ ლაპარაკი იყო იმაზე რომ 8-დან 12-მდე დაიწყება რაღაცა ეს ყველაფერი არის ის რაც საინტერესო არის და ეს კომისია იქნება თუ არა და ეს კომისია ნამდვილად არ იქნება ამისი გამკეთებელი რაღაც მომენტში უნდა ამაზე საზოგადოებამ იზრუნოს რომ ჩვენ გავარკვიოთ ბოლომდე ჩვენ ერთი ნაწილი უთუოდ ტელევიზიები საერთოდაც და თქვენი ამაში უნდა როლს თამაშობდეს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციები რაც წარმოადგენს საზოგადოებას ასევე პოლიტიკური პარტიები ამოიყონ იმ ამ ვერტალ მახსოვე იმ რაღაც საუნაბადის კომპლექსის ჩაწერილი ფაილები მომიხმოდა და ისევა შეხო ოფიციალურად რეალით ხელისუფლების ერთ-ერთი სტოლგან საპარლამენტო ხელისუფლებას გარკვევას აი ურჩიეთაგენ გამოვიტანა ფაილები გავიკეთეთ მართლა ყველა თუ პასუხი გვინდა ამაზე ჩვენ მოვისმინა პასუხი მოვისმინეთ მაგრამ აი მაინტერესებს აი ამ ესეთ უფლებამოსილებები ქონდა რომ ესეთ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს ასწრებდნენ რა შეშერის სოფიო პრაქტიკა ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში რომელიც არის გაგრძელება შევარდნაძის და წინა რეჟიმების კომუნისტური ან ნეოკომუნისტური ან ნეობოლშევიკური როგორც გვინდა ისე დავარქვათ რომელიც გამოირჩევა დემოკრატიული ქვეყნისგან იმითი რომ ინსტიტუტები არსებობენ ფიქციისით, როგორც ფასადი და რეალურად ძალაუფლება სხვაგან წყდება, როგორც სტალინი წყვეტდა რაღაცა თავისი გარემოსვასთან ერთად, რომელიც არანაირად დაკავშირებული არ იყო მთავრობასთან და იმ ვითომს სახელმწიფო სტრუქტურებთან სხვა იყო ეს პარალელური რაც ორგანოში გადაწყვეტილება ავღანეთში შეჭრა. როგორ შეიძლება პარტიულმა ორგანომ 70-80 წელი ასე მოდიოდა და შემდეგაც კიდევ ჩვენთან არაფერი არ შეცვლილა ამ კუთხით. შევარდნაძე ასე ატარებდა თავის პოლიტიკას თავის გარემოცვასთან ერთად და არა მთავრობა და ასევე დღეს ყველამ ვიცით რომ მერაბიშვილმა დღეს გამოაჩინა თავისი სახე რომ არის თავდაცვის მინისტრი, არის დევნილების მინისტრი, იმიტომ ის ყოველთვის სად უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა აუშენონ სახლები და ასე შემდეგ. არის სოციალურობის მინისტრი ასევე არის შინაგან საქმეთა მინისტრი, არის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმიტომ ის ნიშნავს ან მონაწილეობს ამ დანიშვნაში. ასე რომ არაფერი საკვირველი არ არის. თუ კი იმ მომენტში ეროს ტიტმარიშვილი იყო ამ გუნდის წევრი, ესწრებოდა შავნაბადაში იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო მიღებული შავნაბადაში, როგორც რულა ესწრება, არა იმიტომ რომ რამე სახელმწიფო ისეთი ფუნქცია აქვს, რომელიც იგულისხმება, რომ უნდა ესწრებოდეს, არამედ იმიტომ, რომ შედის იმ პატარა ჯგუფში, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ან რომაიან ეს გუნდი იცვლება ერთი-ორი ადამიანი შედის გამოდის, მაგრამ ძირითადი არის უცვლელი სიცოცხლის პირველი დღიდან და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მთავარი გადაწყვეტილებები თუნდაც ჩემ დროს და მე მიყიდა ჯერ არ მესმოდა რა ხდებოდა. იყო მიღებული არაოფიციალურ მაგიდის ირგვლივ, თუნდაც უშიშროების საბჭოს მაგიდის ირგვლივ, არამედ გვიან თაღამოს ისიც მახსოვს, რომ რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ აი მეც ვიქნები და ერთი-ორი თაღამო გავჯექი იქა პრეზიდენტთან და ვიფიქრე, რომ აი აქედან ჩემი ფეხი არ გავა არცად რომ ვიცოდე რა ხდება და რა ხდებოდა. არაფერი მოდიოდა ესენი გადაწყვეტილებებთან მინდისლამდე გადიოდა ძალიან დიდი დრო ხუმრობებში, რაღაცებში, სადაც მე არავითარი მონაწილეობა და ერთი-ორი ღამე ასე თითქმის ღამე იყო რომ გავაცი მივხვდი რომ მე ამისი არც ენერგია აღარ მაქვს და არც ჩემი ადგილი იქ არ არის არანაირად და
უაზრო რაღაცა იმის გამომდინარე. იკიდებდნენ გადაწყვეტილების გავს რამე, ხანი ხილავდნენ. ეს ჯგუფი სადაც არ უნდა იყოს და დროც არ უნდა იყოს დღის ან ღამის. შეეძლებენ ამერებს. იღებს გადაწყვეტილებას და რა მომენტში ოფიციალური გადაწყვეტილებებია თუ არა, ოფიციალური და თქვენი ოფიციალური ხოთი თქვენებით მიღება შეგიშვებს. შემეძლო როგორც ყველა მაგ ჩვენ ფორმალურობაში არა ვართ, შემეძლო შევსულიყავი პრეზიდენტის კაბინეტში და იქ ყოფილიყავი სანამ მიდიოდა რაღაცა საუბრება და მაგრამ ამას უნდა გაუძლო და ეს არის პარალელური ფორმა გადაწყვეტილებების გავუსწავლო პროტოკოლი ვასწავლო. არა მოიცადეთ ის ახლა და პრეზიდენტს შეძლებს. ვის მივა და მოითხოვს და კარები არ არის დახურული. ამ წლიდან ახლა მე ვიყავი მინისტრი, არ ვიყავი გარედან მოსული, მაგრამ რულას რატო ქონდა უფლება? ახლა მე ნუ მეკითხებით, ვინც რატო ქონდა, მე არ ვიცი, რა, ანეკდოტური ნაწილი მაინტერესებს